მითია, რომ შიმშილი ორგანიზმს წმენდს. სინამდვილეში ადამიანის სხეულს გასაწმენდად შიმშილი არ სჭირდება. ამ ფუნქციას თავისთავად ასრულებს ღვიძლი, თირკმელები, ნაწლავები და ფილტვები. ისინი ტოქსინებს ეფექტურად გამოდევნიან, თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება და სვამს საკმარის წყალს. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ შიმშილი ტოქსინებს წვავს ან გამოდევნის. პირიქით, ხანგრძლივი შიმშილის დროს ორგანიზმში შეიძლება ზედმეტად დაგროვდეს მავნე ნივთიერებები, რადგან ღვიძლს არ აქვს საკმარისი რესურსი მათი გადამუშავებისთვის. შიმშილი ანელებს ნივთიერებათა ცვლას, რაც მომავალში წონის სწრაფ მომატებას იწვევს. ხანგრძლივი შიმშილისას კი იწყება კუნთოვანი მასის დაკარგვა, იმუნიტეტის დასუსტება, ჰორმონალური დარღვევები და საერთო სისუსტე. ამიტომ იცოდე, რომ შიმშილით არ წმენდს შენს ორგანიზმს, მას ასუსტებ. როცა გარშემო ყველაფერი აჩქარებულია, არის რაღაც, რაც აუცილებლად ნელა უნდა აკეთო. და ეს რაღაც ჭამაა. ნელი ჭამა საუკეთესო სტრატეგია წონის შესანარჩუნებლად ან შესამცირებლად. როცა ნელა ჭამ, ბევრად უფრო ნაკლებ საკვებს იღებ, რადგან ბევრად უფრო მალე გრძნობ, რომ საკვები საკმარისია. ასე რომ ნელა ჭამა გეხმარება ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში. როცა ნელა ჭამ, კუჭს აქვს მეტი დრო, რომ სწორად გადაამუშაოს საკვები და ყველა საჭირო ნივთიერება შეიწავოს. სწრაფი ჭამა კი ხშირად მხოლოდ გადატვირთავს შენს კუჭს, რამაც შესაძლოა პრობლემების შექმნას. ბიოლოგიურ მიზეზებზე რომ ცა ვისაუბროთ, ნელა ჭამა უფრო სასიამოვნოა, რადგან ასე ახერხებ ბოლომდე შეიგრძნო გემო, რომელიც სწრაფად ჭამისას ფაქტობრივად არ აღიქმება. სასურველია შუა დღის შემდეგ კოფეინი აღარ მიიღო, რადგან ის გავლენას ახდენს შენს ძილზე, ნერვულ სისტემასა და ჰორმონალურ ბალანსზე. კოფეინის ნახევრად დაშლის დრო საშუალოდ 5-7 საათია. ეს ნიშნავს, რომ საღამოს დალეულმა ყავამ შეიძლება ღამითაც იმოქმედოს. კოფეინი ბლოკავს ადენოზინს, ძილის ჰორმონს, რის შედეგადაც დაძინება გიჭირს და ძილი უფრო ზედაპირული ხდება. მაშინაც კი როცა დაღლიდი ხარ. კოფეინი ამცირებს ღრმა ძილის ფაზებს, რომლებიც აუცილებელია ტვინის აღდგენისთვის, მეხსიერებისა და იმუნური სისტემისთვის. სამაგიეროდ აძლიერებს კორტიზოლისა და ადრენალინის გამოყოფას. საღამოს ეს ჰორმონები უნდა ikლებდეს, რომ ორგანიზმი დასვენების რეჟიმში გადავიდეს. შუადღის შემდეგ კოფეინის შეწყვეტა ეხმარება ორგანიზმს ბუნებრივად მოემზადოს ძილისთვის, გააუმჯობესოს ძილის ხარისხი და შეინარჩუნოს ენერგიის სტაბილური დონე. ხშირად როცა ვინმე გესაუბრება, შენ უკვე ავტომატურად იწყებ ფიქრს პასუხზე. რეალურად ამ დროს აღარ უსმენ, რადგან ყურადღება საკუთარ თავზე გადაგაქვს. რა თქვა, როგორ დაიცვა შენი პოზიცია. და სწორედ ამ დროს გამოგრჩება ყველაზე მთავარი, რას გრძნობს შენი მოსაუბრე და რის თქმას ცდილობს სინამდვილეში. ამიტომაც ჩნდება გაუგებრობა და დაძაბულობა. ზოგჯერ კი კონფლიქტიც. მაგრამ როცა მართლა უსმენ, ადამიანი ამას ხვდება. ის თავს დაფასებულად და გაგებულად გრძნობს და აქედან იწყება ნდობა. პარადოქსია, მაგრამ როცა პასუხზე ფიქრს წვეთ, პასუხი უკეთესი გამოდის. შენი სიტყვები უფრო მშვიდი, ზუსტი და საჭირო ხდება. მოსმენა საუბარს აღარ აქცევს შეჯიბრად. თანაც ხშირად ადამიანს პასუხზე მეტად უბრალოდ მოსმენა სჭირდება.